როცა საუბარია როგორ დავძლიოთ განსასწრებელი. კიდევ ერთხელ ითქვა, ესე იგი აქ როცა ვამბობთ დაძლევაზე არ იგულისხმება, რომ განსასწრებელი გაქრება. ერთ განსასწრებელს აძლევ, რაღაცნაირად მოახერხებ გადაევლის, დამთავრდება ერთი განსასწრებელი და იწყება მეორე. დამთავრდება მეორე და იწყება მესამე და ასე სულ ყოველთვის ასე იქნება. მაშინ რას ნიშნავს დავძლიო? თუ ის იქნება, ესე იგი თუ არ დამთავრდება, თუ ბოლომდე იქნება, ბოლოს მოვა თავარი განსასწრებელი, რომელსაც პავლე მოციქული ჩვენთვის ამბობს და დაწერილია მის ეპისტოლეში და აგერ 2000 წელზე მეტია გვესმის ეს უკანასკნელი მტერი თითოეული ადამიანის. ხო, სიკვდილი თითოეულ ჩვენთანგან მოვა. ანუ რას ნიშნავს დაძლევა, თუ ის მაინც არსებობს. თან ერთი დამთავრდება, მეორე იწყება და ასე პერმანენტულად. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ როგორი მიდგომა გქონდეს განსასწრებელთან. როგორი მიდგომა ქონდეს და დაძლევაში იგულისხმება არა გაქრობა განსასწრებლების, არამედ მასთან ღირსეული შეხვედრა. ახ სიკვდილს როგორ გააქრობ? ვერანაირად ვერ გააქრობ სიკვდილს. მაგრამ სხვა საკითხია, მას ღირსეულად შეხვდები თუ უღირსად შეხვდები და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამას ეგზისტენციალური მნიშვნელობა აქვს თითოეული ადამიანისათვის. იმიტომ რომ სიკვდილი როგორც განსასწრებელი, ეს არის ამ ქვეყნიური ცხოვრების ფინალი. და საერთოდ ნებისმიერ საქმეში, სპორტი იქნება, მეცნიერება იქნება, კარიერა იქნება, რაღაცა, არ აქვს მნიშვნელობა, რასაც ადამიანი აკეთებს. იმ საქმეს აზრი ენიჭება ფინალით. თუ ფინალი არ ვარ ფილმს რო უყურებ, ფილმს. დრო გონია რომ კაი ფილმია და თუ სულელურად დამთავრდა, მე ნანობა ესაც სისულელეში დავკარგეთ, რომ ანუ ფილმსაც კი, მხატვრულ ლიტერატურასაც კი, მხოლოდ მაშინ აქვს აზრი თუ ფინალი ღირსეულია, გესმით და მით უმეტეს გარდაცვალება არის ადამიანის ცხოვრების ფინალი და თუ ფინალი უაზროა, უღირსია, ადამიანური ღირსების შესაბამისი არ არის. გამოდის რომ მთელი ცხოვრება რაც ვიცხოვრე, გამოდის რომ უაზრობა ყოფილა, გესმით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია როგორ მივიახლებით, რა ღირსებით მივიახლებით ჩვენ ნებისმიერ განსასწრებს.